ჟურნალისტები მას მოდისთვის ემზადებიან. ჩემი კოლეგები უკვე მეოთხე წელია ცდილობენ მოდელის იმიჯის მორგებას და პოდიუმის დაპყრობას. მას მოდა თბილისში ერთ თვეში გაიმართება, თუმცა მანამდე ჟურნალისტები მოსამზადებელ ეტაპს გადიან და ფოტოსესიით ერთობიან. ღონისძიება მერიისა და PSP-ს მხარდაჭერით იმართება. არ გადავიღო ხა სანამ არ მაქვს მაკიაჟი. მაკიაჟის გაკეთებამდე გადაღებას რუსთავი 2-ის კორესპონდენტი ნატა მახვილაძე აპროტესტებს. თუმცა იცის, რომ კურიერის კამერა არასდროს არც ერთ გადაღებაზე არ ირთვება. ჟურნალისტები ფოტოსესიისთვის ემზადებიან. ფერუმარილს ალბათ ტყუილად ისვამენ, რადგან რამდენიმე წუთში ბავშვობის გახსენება მოუწევთ. ეხლა ვიხსენებდი, რომ პარიზში რო ვიყავ, დავიღალე და ნიუ-იორკში რო ვაიცი იყო და ეს ნახვა როგორი იქნება ეს ყველაფერი. ეს მოთხოვნილებებს თუ აკმაყოფილებს. გადაღლილი ვარ, მიხუთი ეს გადაღებების ფოტოსესიები და ფოტოები ძალიან გადამყრელია. ფოტოსესია დროებით შეჩერდა. ჟურნალისტი ლიკა ბერაიას სულ ფილაზე წაიქცა. ტრამვამ სუბუქია ისეთი მასმოდამდე რომ დაავიწყდება. ფოტოებს ნაკანი მამასახლისის ფოტოგალერეა იღებს. გადასაღები მოედანი მასმოდის ერთ-ერთი სპონსორის დიდი ქარხანაა. აქ ფერადი საღებავები ძალიან ბევრია, ამიტომ დაუნანებლად შეგიძლია ხარჯო. ბოლოს კი შესაძლოა სარეკლამო ბანერი ასეთი, ამგვარი, ან სულაც ამ სახის გამოვიდეს. თბილისის საკრებულოს ინიციატივით მასმოდა, ანუ ჟურნალისტები პოდიუმზე წელს უკვე მეოთხედ იმართება. მანამდე კიდევ ბევრი ფოტოსესიაა დაგეგმილი, იმდენი, რამდენი სპონსორიც მასმოდას ყავს. დიზაინერი დადუა, მაგრამ დღეს ფოტოგადაღებაზე პროფილი ცოტა შეიცვალა და პალიტრა მანაც გააზავა. მაგრამ თავარი განსხვავება კარგია. ესეთი გაწუწული პირველად არ მე მგონი ცხოვრებაში თან ესეთ ფორმაში. საღებავებით პირველად წუწავთ, მე ჯერჯერობით გადავრჩეთ. როგორია ფოტოსესია? საშინელება. იარული პრინციპში, მაგრამ არ ვიცი, რა გამოვა. ალბათ რაღაც სახში მიმიღებენ და ამ ტელევიზიაში და რაღაცა უკვე პარიზული მიჭირავს. 90-60-90-ზე აქ ეს პარამეტრები რამოსატანია. თავარი განწყობა და მიზეზია იმისა, რომ მოდელის იმიჯი მოირგო და მოემზადო ჩვენებამდე, ანუ 15 მაისამდე.